მინდა დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში ჩვენ შევქმნით ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრი, სადაც აქტიურად ტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბავშვთა ასაკშიც. აქამდე ჩვენ ცენტრში უკვე ჩატარდა 4 პედიატრიული ღვიძლის ტრანსპლანტაცია. აქედან 2 5 თვის ჩვილი ბავშვი იყო. ხაზი მინდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ აქამდე საქართველოში ამასაკის ჩვილ ბავშვებში ღვიძლის ტრანსპლანტაცია არ ჩატარებულა. ჩვილ ბავშვებში ღვიძლის ტრანსპლანტაცია ითვლება ყველაზე რთულ და უნიკალურ ოპერაციად, რაც საჭიროებს დახვეწილ ქირურგიულ ტექნიკას, დიდი სიზუსტესა და მაღალკვალიფიციური მულტიპროფილური გუნდის კოორდინირებულ მუშაობას. ჩვენი მორიგი პაციენტი 5 თვის ჩვილი ბავშვი იყო, რომლის დონორიც საკუთარი დედა გახლდათ. ჩვენი პრობლემა დაბადებიდან დაახლოებით 1 თვეში დაიწყო, მუცლის შებერილობით, ტკივილით, სიყვითლით, თვალებსა და კანზე, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მატულობდა. 2 თვის ასაკში ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული კვლევებით დაგვიდასტურდა ბილიარული ატრეზი. დიდი რეკომენდაციით მოვედით ბატონ ზაზასთან ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში. პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე, როგორც რეანიმაციულ, ისე სტაციონარულ განყოფილებაში და პაციენტი ოპერაციიდან მე-13 დღეს გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. პაციენტები წარმატებით იმართა ტრანსპლანტაციის ყველა ეტაპზე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ექიმებისთვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ მედიცინაში. ყოველი ბავშვის უკან დგას ოჯახი და იმედი. ჩვენი ანესთეზიოლოგიური გუნდი ამ იმედს იცავს მთელი ოპერაციის განმავლობაში. ყველაზე პატარა სიცოცხლე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ამერიკული ჰოსპიტალ თბილისის ანესთეზიოლოგიური გუნდი ქმნის მაქსიმალურად დაცულ გარემოს, სადაც უმაღლესი ტექნოლოგია და ადამიანური სითბო ერთად ზრუნავს ბავშვის ახალ სიცოცხლეს. ბავშვთა ნევროლოგი არის ერთ-ერთი რგოლი მულტიდისციპლინური გუნდისა, რომელიც ჩართულია ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტების მართვაში. ამის საჭიროება შექმნა იმან, რომ ნევროლოგიური გართულებები ასეთ ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ როგორც ღვიძლის ტრანსპლანტაციამდე, ასევე ტრანსპლანტაციის შემდეგ. ჩვენ კლინიკას აქვს სრული რესურსი ამოიცნოს ყველა გართულება და მართვას რა თქმა უნდა ნევროლოგის ჩართულობით. რეანიმაციის როლი ამ ბავშვთა მართვაში არის ძალიან დიდი. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ძირითადი რგოლი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყველა რგოლი ძირითადია ასეთი რთული პაციენტების შემთხვევაში. მიხარია, რომ ეს ოპერაციები კეთდება და ჩვენს ბავშვებს აქვთ საშუალება მიიღონ უმაღლესი ხარისხის კვალიფიციური დახმარება ჩვენს კლინიკაში. ამდენი წარმატებისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისის მედპერსონალს და განსაკუთრებული მადლობა ჩემს მასწავლებელსა და აღზრდას პროფესორ მურატ კილიჩს გაწეული თანადგომისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას.